მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ეს უკვე მეორე სერია არის, სადაც მე ვიწვევ ქართველ მეწარმეს, რომელსაც აქვს დაწყებული ბიზნესი საქართველოში აბსოლუტური ნულიდან, რომელიც ასევე ამავდროულად არის ჩემი უახლოესი მეგობარი და დღეს მინდა წარგიდგინოთ გიორგი არონაშვილი, AKA მეორე სახელი ბისკო. გამარჯობა ბისკო, მადლობა რომ მოხვედი და ჩვენ უბრალოდ ისე ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და განვიხილავთ რაღაც საკითხებს, მეგობრული საუბრები გვაქვს და ერთ-ერთი ასეთი ჩვენი მეგობრული საუბრის დროს გამიჩნდა სურვილი რომ მოდი იცი რა ბისკო, ამას ჩვენ რო ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით ბევრი ადამიანში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და საინტერესო და მოდი ამაზე დავილაპარაკოთ ისე რომ სხვებმაც გაიგონ. ამიტომ აი დღეს ბისკო არის ჩემთან სტუმრად, ძალიან დიდი მადლობა რომ გამოყავით დრო ამისათვის და იცი რა ზოგადად ბისკო არის მანქანის ნაწილების ვაჭრობის სფეროში, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა რომ მოგვიყვე რა საკეთებ, რითი ვაჭრობთ, როგორ ვაჭრობთ, აი დავიწყოთ ამით. კი ბატონო, ჯერ დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქ მომიწვიე. ჩემთვის, დღეს ძალიან ხშირია ხოლმე პოდკასტები და მსგავსი ტიპის შეკრებები, მაგრამ მე რო აღმოჩნდი ამაში ძალიან დიდი მადლობა შენ. მართალი ხარ, ჩვენ მეგობრულად ლაპარაკობთ ხოლმე, საუბრობთ ხოლმე და მახსენდება ის დღე რომ მითხარი რაღაც იდეაზე, რომ მოდი ეგ აღარ მითხრა პოდკასტში მოდი და იქ მითხარიო რა. საინტერესო იქნება დღევანდელი დღე. თუმცა გიო პირველ რიგში მე მინდა მიუსამძირო მთელ საქართველოს ის ძალიან რთული დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ჩვენი პატრიარქის ამბავთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე დღეები იყო, მაგრამ ღმერთმა ინებოს, ღმერთმა დალოს ჩვენი ქვეყანა, თუნდაც ჩვენი სფერო და ყველაფერი იყოს კარგად და რიგზე. ამინ. ეხა მოგიყვები იმას, რაც შენ გაინტერესებს. ზოგადად მე ესე ვიძახი ხოლმე რა, რომ საერთოდ საქართველოში ეს ახალგაზრდებმა რომ დაიწყეთ და მეც რო დღეს ამ ერთი ჩართვით ჩავერთვე, ხო? ეს არის ძალიან მისასალმებელი და რატომ? საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს გზა ხსნილი აქვს იმისთვის, რომ ჩამოიტანოს ნებისმიერი სახის პროდუქცია, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის პროდუქცია იქნება, მაგრამ მათ აკლიათ ბიზნეს აი როგორ თქვა, ვისაც ბიზნესი გავლილი აქვს, იმ ხალხისგან აკლიათ, აი რაღაცა რჩევები, დარიგებები, ხო? აი ხა საქართველოში არის ძალიან ბევრი ისეთი ბიზნესმენი, ხო, რომლებსაც ისეთ პერიოდში აქვს დაწყებული ბიზნესები, საერთოდ ბიზნესი კი არა, გაჭირობა იყო საქართველოში და იმათ რომ დაუსვა შენ კითხვები, როგორ გაიარეს ეს გზები და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან საინტერესო. აი ეს აკლია ახალ დაწყებულ ბიზნესის ბიზნესმენს რა. ბევრი არ გეტყვის, რა თქმა უნდა, ხო დაიტოვებს თავისთვის რა, მაგრამ კარგი იქნება ზოგადად, იმიტომ რომ აი გეუბნები მე, აი ჩემ ბიზნესის მაგალითად, აი დიდი სიამოვნებით დავიჯენდი აი ესე აუდიტორიას და ვეტყოდი, აი რა უნდა გარისკონ, რა არ უნდა გარისკონ, რა შეიძლება ხელშეწყობა გქონდეთ, რა შეიძლება ხელშეწყობა არ გქონდეთ. ანუ ბიზნესი ყველას გონია რაღაცა მარტო იყიდე გაყიდი არის. აქ არის მთელი იდეოლოგიები, მთელი აი რომ ბიზნესის სიყვარული არის, ყველაფერი აქვს აბსოლუტურად რა. თუ ეს ყველაფერი შენ არ იცი, თუ ეს ყველაფერი შენ არ გიყვარს, თუ ამ ყველაფერში რაღაცა კრეატივს ვერ ხედავ შენ თავში რომ აი ამ ბიზნესმე განვავითარებ აი ესე, ხო? ურთულესია ეს ყველაფერი რა. რაც შეეხება ჩვენ ბიზნესს, ანუ დაახლოებით 10 წლის წინ, შეიძლება 11 წლის წინ რაღაცა ჩემი ესე თქვათ, ჩემი რაღაცა ინტერესი არის როგორი რაღაცები, რომ აი გადაზიდვები, რაღაცა აეროპორტებს შორის რაღაცა ურთიერთობები, საბუთები გაგზავნა, გამოგზავნა და ამ ყველაფერში აღმოჩნდი ავტონაწილებში და თავიდან დუბაიდან დავიწყეთ ავტონაწილების ჩამოტანა. მაშინ საქართველოში არც იყო ესე რომ რაღაცა დღეს რო არის უკვე კონკურენცია და ყველაფერი რო იყო ესე ძალიან არ იყო მაშინ საქართველოში იყო აი ძალიან ერთეულები რა. 10 წლის წინ არ იყო. 10 წლის წინ იყო, მაგრამ ესე არ იყო, იყო რამოდენიმე მაღაზია, იყო ძალიან დიდი წვეტებით მუშაობდნენ მარაგების და ანუ არ იყო იმხელა მოთხოვნა ესე რო თქვა საქართველოში როგორ სისტემური იყო საკმარის. არა სისტემური იყო, ხო. მაგრამ ისინი ვინც იყვნენ მაშინ წარმოდგენილი სერიოზულებად, დღესაც რჩებიან ბაზარზე რა. მე როგორი რაღაც მოხდა, რომ ანუ დუბაიდან ყველას რატომაც ნაწილის ჩამოტანა ყველას ასოცირდება დუბაიდან რა, რატომღაც. და მე მოხდა ესე, რომ დუბაიდან დავიწყე ნაწილების ჩამოტანა, მაშინ არ ქონდა ჩვენ არც პარტნიორები არ ყავდა, არავინ არ ყავდა, ესე ვეძებდით რაღაც მაღაზიებს, რაღაც კონკრეტულ მოდელზე, რაღაც თქვა თუ ვიღაცა ჭირდებოდა, იმათ შევუკვეთავდით, ჩამოვიდოდა თვითმფრინავით, ხან კონტეინერი ჩამოქონა და შენ უკვე დავინახეთ, რომ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ეს ჩვენი საქმიანობა
კლიენტებისთვის, ხო, მოხმარებლებისთვის. რა თანხით დაიწყე შენი პირველი ბიზნესი? ნულით დავიწყე. კი. ანუ ნულით. აი ნულით როგორ იყიდე ნაწილი დუბაიში თუ ჩინეთში და ნულით როგორ ჩამოიტანე? აი ეს არის ძალიან საინტერესო. პირველ რიგში მე მქონდა ინფორმაციები, რასაც იყიდებოდა. და მე მქონდა ინფორმაციები, რა იყო იმ პერიოდში მოთხოვნა. შენი რესურსი იყო ცოდნა. ჩემი რესურსი იყო ცოდნა, მართალი ხარ. და ჩემი რესურსი იყო ის, რომ მქონდა კონტაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ არ მქონდა არანაირი ფინანსური შესაძლებლობა მაშინ, ნუ იმისთვის რომ საქმეში ფული ჩამედო, ანუ ხდებოდა მარტივად რო გითხრა როგორ. მომხმარებელს ვართმევდით ფულს და იმ ფულით ჩამოქონდა პროდუქცია და შემდეგ სიტყვაზე ჩვენი მოგება იქნებოდა თუ დღეგეს გადახდა იქნებოდა თუ რაც იქნება ის 5 დღიანი ვადა ქონდა იმ 5 დღეში სიტყვაზე მოიტანდა ის ადამიანი წაიღებდა თავის პროდუქციას და აი ესე ნენელა წამოვედით. შემდეგ უკვე როცა გადავწყვიტეთ რომ უფრო დიდ მასშტაბზე გადავსულიყავით, დაიწყო პანდემია. და პანდემიის დროს იყო ესეთი სიტუაცია, რომ მე უკვე როგორ ვიყავ, იცი, ანუ თან შეკვეთითაც ჩავმქონდა, თან უკვე ადგილზე მედო რაღაცები ხარ, რო დავინახავ თქვათ, რომ თვეში თქვათ 5 ცალი რაღაც ჭირდებათ ერთ და იგივე, ხო? მე-6-ე ჩემთვის მომქონდა, რომ მაღაზიაში მქონდა, რომ აი მთლად ხო, სტოკი, რომ ინდონეზია არ ყოფილიყავი, როგორც ის თქვათ 2 და 3 წლის წინ იყო რა. დაიწყო კორონას პანდემია, გაჩერდა ყველაფერი. დაიწყო ნევროზი, აბა რა გვეშველება, აბა ეს ჩემი მეგობრები ზოგი მეუბნებოდნენ წადიოქით პამიდორი დათესეო, ზოგი ის და მე ავდექი და რაც კი მაშინ მოგროვებული იყო თანხა, ავდექი და ჩავდე ისევ მაგ საქმეში და ძალიან ისე შემომხედეს რა ამ გადამზიდავებმა რომ რა ვიცი იმედი გაქვს. რა ვიცი ხო ნუ ხალხი პირიქით, რავი, ყიდის ყველაფერს რომ რაღაცა თანხას მობილიზაცია გაუკეთო და შენ კიდე რაღაც თანხას დებ და მაშინ როგორ მახსოვს მაშინ თქვი რომ აი ეხლა თუ მე ბაზარზე გამოვჩდები ესე იგი ეს ნიშნავს იმას რომ მე ანუ ამ საქმეში მარტო ფულის ინტერესი არ მაქვს, იმ საქმეში მაქვს ინტერესი იმისი რომ ჩემი ძელვადია ხო და რეიტინგული კი ბატონო არსად არ მიდივარ, არსად არც კორონა დამკეტავ სიტყვაზე და არც სხვა რაღაცები, იმიტომ რომ ბიზნესს თან ახლავს ძალიან ბევრი ესე თქვათ რაღაცა აღმავალი და დაღმავალი პერიოდები და ნუ მაგის მერე გაუძელით ყველა ესეთ გამოწვევებს და მოვედ აქამდე რა. ესე იგი ფაქტობრივად შენ დაიწყე როგორც აი ერთჯერადი შეკვეთები შეიძლებოდა შენი მეშვეობით, ისე რომ შენ თავიდან ფული არაფერში არ ჩაგიდია. შენ დაიწყე იმით რომ შენ თავაზობდი ბაზარს მე თქვენ ჩამოგიტანთ რაღაც გარკვეულ ნაწილს თქვენ რომელიც გჭირდებათ და შენ იღებდი ავანს და ჩამოგქონდა და ამისათვის შენ და მაგალითად რეკლამა როგორ იყო შენი როგორ დაიწყე რეკლამა გიო მაშინ მაგ დროს და Facebook-იც კი ნაკლებად იყო აქტუალური მაგ საქმეში რა დღეს უკვე Facebook-ზე ჯგუფები არის და ჯგუფებში უკვე რაღაც პოსტებს დებ რომ აი სიტყვაზე ჩაომაქვს ან მაქვს არა მაშინ იყო ერთადერთი ეს თქვათ პლატფორმა MyParts.G, ნუ ეხლაც არის ეგ და ჩემი რეკლამა არ არის ეს, იმიტომ რომ ისინი ისეთი, ნუ ხო, MyPart-ია და მაგიტო რა. და იმდენად ჭირდა მაშინ ეს რაღაცეები, რომ ანუ ხალხი MyPart-ზე შედიოდა, დღეს იმდენად აღარ ჭირს, რომ ანუ ნებისმიერ აი შენ რო კითხო, შენ შეიძლება ყავდეს 5 ადამიანი ისეთი, ვინც მაგ სფეროში არა და მაშინ იმდენად ჭირდა, რომ აი ამ MyPart-ით ვახტენდი იმას და ეს თქვათ ცნობადობას და მაშინ იყო ისე რომ თითო მოსულ კლიენტს აუცილებლად უკან მოყვებოდა სხვა ვიღაც. იმიტომ რომ კიდევ მეორე იმდენად ჭირდა ეს სანდო ადამიანი ჭირდა უпростоრად რა, თორე ჩამოტანების მეტი რა იყო, ეხლა ძალიან ბევრი არიან. სანდო ადამიანი ჭირდა, ვინც აი სიტყვაზე დროში არ მოგატყუებდა. პირველად მახსოვს პირველი დიდი ნერვიულობა გადავიტანე რაღაცა თვითონ დააგვიანა 3 დღე ახალი წლები მოდიოდა ახალ წლებზე აი მარტივად ვიტყვი რა, წეღა რო ვიზახდი რომ ვისაც გავლილი აქვს ისინი არ იძახიან რა, რომ ახალ წლებზე თქვა პრიორიტეტი ავტონაწილების არის ბოლოში, ხო? ახალ წლებზე სხვა რაღაცა ემოდის, ვიღაც საჩუქრები აქვს, ტანსწრებელი ეს არა, ვისე ავტონაწილება, ხო? და რაღაც ბოლო პრიორიტეტში მოხდა დატვირთვისას, რაღაც 3 დღე დაიგვიანა, აქ მომხმარებელთან იმის მტკიცება მომიწია, რომ მე არ ვარ პილოტი და მე არ მომაქვს ეს ყველაფერი და ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხო რა? მოხდა ესეთი რაღაცა და ანუ აი არის ბევრი ესეთი რაღაცები, მაგრამ აი ამ ესე თქვათ ნორმალური ბიზნესმენობით და იმითი რომ ადამიანების ანუ ჩემი მიზანი არ იყო ადამიანის მოტყუება, ჩემი მიზანი იყო საქმე გამეკეთებინა, რომელიც საქმე ჩემთვის იყო საინტერესო რა. შენც რო ყოფილიყავი მოგებაში და რა თქმა უნდა შენი მოხმარებელიც ყოფილიყო მოგებია. უბრალოდ რა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ აი სამწუხაროდ საქართველოში ბევრ ბიზნესს და არა მარტო ბიზნეს ზოგადად ადამიანებს აქვს დამოკიდებულება, რომ მე შენ დღეს მოგატყუო, სადღაც მივჩქმალო რაღაც მარტივად გავაკეთო ეს რაღაც საქმე უცებ, შენ მოგატყუო, შენ წაგართვა და მე მოვიგო რა, მაგრამ აი ზუსტად რატო არის რომ შენი ბიზნესი უკვე 10 წლის არის, რომ შენ გქონდა თავიდანვე ის დამოკიდებულება, რომ შენ რომ მოიგებ, მეც მოვიგებ, ჩემი
ინტერესი არის შენი მოგება, ხო? აი და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად ყველაფერიც გამოვა. ჩემი აზრი ასეთი არის და ჩემი გამოცდილებაც ასეთი არის. და ისე რა სიტყვა ხა მაგალითად დღეს რამდენად მომგებიანი არის ეს ბიზნესი, საერთოდ ავტონაწილების ბიზნესი, რამდენად მომგებიანია საქართველოში? ამ კითხვის პასუხი მოიცავს ძალიან დიდ სირთულეებს რა. 10 წლის წინ, როდესაც სიტყვაზე მე ჩამონქონა რაღაცეები შეკვეთით, შენ ბევრი იყვნენ რა და ბევრი დღემდე მოდიან, მაგრამ თვითონ საქართველოში იმდენად გაიზარდა კონკურენცია უკვე, რადგან გაიხსნა ყველგან ყველაფრის გზა, აღარ ჩინეთი არ არის ხელმიუწვდომელი, აღარც დუბაი არ არის ხელმიუწვდომელი, ნებისმიერი ადამიანი მიდის, ნებისმიერ ადამიანს მოაქვს ეს ყველაფერი. ის რომ შენ შეკვეთებზე იმუშაო, ამისი ადგილი აღარ რჩება, იმიტომ რომ უკვე ყველაფერია თბილისში რა და მაგიტო რა, ამიტომ ჩვენ რამოდენიმე წელი წინ 5-6 წელი იქნება უკვე საერთოდ დავანებეთ თავის გავს რაღაცას, აი მე რომ მომიდეს ამ დროს რო დაიწყე შენ აბსოლუტურად სხვა კონცეფციით დაიწყეს ეს მნიშვნელოვანია ხო შენ დაიწყე ბიზნესი ერთი კონცეფციით და იმან მოიტანა შენი თავდაპირველი კაპიტალი და მე უკვე როცა ესე იგი ბაზარიც ვითარდებოდა შენც ვითარდებოდი ბაზართან და უკვე ის რითიც დაიწყე შენ ეს იმას საერთოდ აღარ აცდი სამაგიეროდ ეს გადაიზარდა სულ სხვა რაღაცაში ამ ბაზრის მოთხოვნის მიხედვით ხო უნდა მოერგო ბაზარს უნდა მოერგო ბაზარს და უნდა ანუ მორგებასთან ერთად უნდა განვითარდე კიდევაც ახლა მე რო დარჩენილიყავი უпростоრად ჩემი კომპანია რო დარჩენილიყო იქ სადაც მე დავიწყე დღეს ამ კომპანიის ფასი და რეიტინგი იქნებოდა 0 იმიტომ რომ დღეს უკვე ამ საქმით აი როგორ გითხრათ რა ძალიან იშვიათად თუ საქართველოში რაიმეს ვერ იშოვიან და უკვეთავენ ხოლმე რა და საერთოდ ანუ ამ შეკვეთებიდან ამოვერთვეთ და დავიკავეთ საქართველოში ადგილი ისეთი რომელიც საქართველოში აი ახლა უნდა მეთქვა რა რადგანაც ჯერ ვერ ვისწავლე წარდგენა ადამიანის არა უჯოს ჯობს გვიან მეტრი არასდროს რადგანაც ეს ყველაფერი დუბაის ეხებოდა და რადგანაც დღემდე ვასოცირდებით დუბაისთან, ამიტომ ჩვენ კომპანიას გვია My Dubai G, რომელიც საქართველოში არის სტოკში ერთ-ერთი მოწინავე, ნუ რაღაც კონკრეტულ მოდელებში რა. ნუ შემდეგ მოხდა როგორი რაღაც, რომ აი შემკითხე ხა ბიზნესზე, ხო? რამდენად ის არის, რამდენად მომგებიანია ესა ის. ანუ, როდესაც შენ ამ ხელა კომპანიას მართავ, იქ არ შეიძლება როგორც წეღან დავიწყე, არ შეიძლება შენ კონდეს მხოლოდ ფულადი გათვლა. აქ უნდა კონდეს რაღაცა სიყვარული და პატივისცემაც უნდა კონდეს. სიყვარული შენი საქმის, შენი დაწყებული საქმის, შენი გამოვლილი საქმის და პატივისცემა უნდა კონდეს იმ მომხმარებლების წარსულის თუ პოტენციური რომ შენ აი ამ ხელ რო იძახი ამ ხელა ვარ სიტყვაზე და ესა და ისა და მოდი ჩვენთან იყიდეთ ესა ისა შენ აუცილებელია უნდა დაახვედრო იმათ სტოკი. ეხლა რა ხდება ამ სტოკში? შესაძლებელია ბაზარზე ვიღაცა ახალდაწყებული ადამიანი გამოჩნდეს რომელმაც სიტყვაზე შევიდა ალიბაბაზე ვთქვათ, რაღაცა ბამპერს მიაკვლია, ვთქვათ, ვა, My Dubai 100 ლარად ყიდს, მე $15 ყიდლობ, იმან ჩამოიტანა და გიწევს კონკურენციას რა. ზოგადად ეს ბიზნესი არის ძალიან მაღალ კონკურენტული. მაღალ კონკურენტული, რატო? იმიტომ რომ არანაირი ჩარჩო არა აქ ამ ბიზნესს რა. აი ვიტყვი ახლა ერთ რამეს, ანუ ნახე, შენ თქვი, რამდენად ანუ მომგები, ანუ ჩვენ გვაქვს პროდუქცია მაგალითად რა. თქვათ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რაღაც ფასნამატი მოგება, რაც გინდა დავარქვათ, თქვათ გათვლილი რაღაც თქვათ ჩინეთიდან მოგვაქვს რაღაცა X პროდუქცია რა. მოხდა ისე ეს X პროდუქცია გვითავდება მალევე თქვათ და იმის გამო რომ მოხმარებელი უკან არ წავიდეს, შესაძლებელია ის პროდუქცია ისეთი გზით ჩამოვიტანოთ ჩვენ, რომ შესაძლებელია თვითღირებულების ფასი უფრო მეტი იყოს, ვიდრე გასაყიდი ფასი. ანუ ჩვენ ესე ვმართავთ ბიზნესს, რომ ანუ არ გვაქვს ჩვენ მაინც და მაინც ის, რომ აი თუ ფული არ დარჩა ამაში, მაგითო არ ჩამოვიტანთ რა. და მაგითი მოვედით ჩვენ დღემდე, რომ წვეტები არ ქონდა ხოლმე რა, მაქსიმალურად ვზივართ ვაკონტროლებთ სტოკებს, ვაკონტროლებთ ანუ ბრენდებს იმას ამას, რომ ანუ ჩვენ არ ჩამორჩეთ ბაზარს რა. და აი ზუსტად ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს უკვე ძირითადად საიტებით არის ეს კონკურენცია რა სიტყვაზე My Dubai G სიტყვაზე სხვა ძალიან ბევრს პატივსცემ ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან და ძალიან ჯანსაღი კონკურენციით მიდიან თუმცა აი იმის გამო რომ საქართველოში არ არის არანაირი ესე თქვათ ჩარჩო იმისი რომ ეს ბიზნესი იყოს რაღაც ჩარჩოში მოქცეული აი მარტივად გეტყვი რა შენ წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ თბილისში ერთ-ერთ ცნობილ ერთ-ერთ ძალიან მაღალი ხარისხის სტომატოლოგიურ კლინიკას ხო აი სტომატოლოგიაში ვინმე შეუძლია რომ გარაჟი გახსნა სტომატოლოგია და ლიცენზიის გარეშე ეს ხო წარმოუდგენელია ხო ეს ადამიანი ჯანმრთელობასთან არის იმაში აქაც ეს კი არ არის ჯანმრთელობასთან მაგრამ აქაც ხო უნდა იყოს რაღაცა რომ შენ მე გამისწორო რაღაცა კონკურენციის თვალი ხო ანუ ადამიანს შეუძლია თავის აი რეგულაციებს შეეხე მე მგონი ხა შენ და სხვათა შორის ეს რეგულაციები ზოგადად მე ვარ ლიბერტარიანელი
და მე ვამბობ რომ არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს. როგორც აი ხა შენ ამბობ პირიქით რომ რაღაცეებს რაღაც უნდა შევზღუდოთ. ჩემი აზრით ზუსტადად შენ სფეროს ცოტა ხნის წინ თითქმის თუ საერთოდ უკვე შეეხო აი ეს შეზღუდვა 6 წლიანი მანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. აი რამდენად რეალურად ასეთ საკითხებს აქვს შენზე ზეგავლენა იმის გათვალისწინებით რომ მანქანების დიდი ნაწილი ასევე გადის საქართველოსთან უცხოეთში და ანუ ზოგადად აი ეს რეგულაციები რაც შემოდის ბოლო ხანებში მე ესე ვფიქრობდი რომ თითქოს შენ პირიქით ეს შენს ბიზნესს უარყოფითად მოქმედებდა მაგრამ აი შენ თითქოს ამბობ რომ რაღაც რეგულაციები პირიქით კარგი იქნება რომ შემოიტანონ და რა რეგულაციები იქნებოდა კარგი და რა რეგულაციები მოქმედებს უარყოფითად შენს ბიზნესს ნუ კარგი იქნება მე გულისხმობ რა რეგულაციას ანუ რეგულაცია კარგი იქნება ის რომ ანუ სიტყვაზე MyDubai-G-ის რო ყავს თქვა 10 თანამშრომელი აქვს ძალიან დიდი ხარჯი ყოველთვიურად ანუ ვიღაცამ არ მოახერხოს რომ 400 ლარად დარეგისტრირებული ფირმით ამხელა კომპანიას გაუწიოს კონკურენცია გარაჟიდან აი აქ უნდა იყოს რეგულაცია და არ შეიძლება ის იძახდეს ისეთ რაღაცას, ისეთ ბრენდს იტყუებოდეს, რომელიც საერთოდ არ აქვს, წარმოდგენა არ აქვს და ამ დროს ამას კონკურენციის სააგენტო უნდა აი ძალიან საინტერესო თემა შეეხე რა კონკურენციის და პირიქით აი მე მაგალითად არ გეთანხმები ჩემი აზრით აი გარაჟიდან იმ ადამიანს თუ შეუძლია რომ შენზე უკეთესი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს აუცილებლად უნდა კონდეს იმას შანსი ზუსტადაც რომ შენ დიდი კომპანია ხარ და შენთან კონკურენცია არის ძალიან რთული ხო რა თქმა უნდა რომ შენ გაქვს რაღაცა წვდომა ისეთ რაღაცეებს რაც იმას არ ექნება მაგრამ აი იქნება და შენ იმას ხო არ გულისხმობ რომ კონტრაფაქტი რო არის ხოლმე და როცა მომხმარებლის მოტყუება ხდება ანუ მაგ საკითხია ხო რეგულაცია თორე ზოგადად ეხლა ცუდად რო არ გამიგოს ხალხმა მეც გარაჟიდან მაქვს დაწყებული ეგრეთ საერთოდ არ მქონდა არაფერი არც ოფისი მქონდა არც საწყობი არ მქონდა დიდი მანქანა მყავდა და მაგით დავატარებდი მაგრამ თავარი რა იყო ხო იმის გამო რომ შენ ხარ ახალი არ უნდა იტყუებოდე ისეთ რაღაცებს რომელიც ანუ ნახე რასაკეთებს ანუ შენ თქვათ გიორგიმ არიცი იმ რაღაცა კონკრეტული ნივთის ბრენდი რომელი უნდა იყოს და აი იმას ვისაც ახალი დაწყებულია გაგონილი აქვს რომ ის უნდა იყოს კარგი და შენ გატყუებს რომ აი ეს თქვათ MyDubai-ის 150 ლარად რომ მე 100 ლარად გაძლევ ამ დროს გამორიცხულია ეგეთი ანუ ეგ ბრენდი იმიტომ რომ რეალურად არ შესაძლოა ეს არის კონტრაფაქტი ხო კი და ანუ ნახე რას ვიძახი კონკურენციის სააგენტო მაგიტო ვახსენე რა რომ ანუ არ შეიძლება ბაზარზე ერთი და იგივე ნივთი ერთი და იგივე სახელით იყიდებოდეს სხვადასხვა ბრენდები და იტყუებოდე რომ ჩემი ეს ბრენდია, ჩემი ის ბრენდია, ჩემი ის ბრენდი. ანუ აი მაგალითად ჩვენ ვაპირებთ თქვა რაღაცა ბრენდს დღეს ხო? ვიღაცამ ჩამოიტანა და გეუბნება რომ აი ჩემი ეგეთია ზმაო რა, არ არის შენი ეგეთი, რატო ვატყუებ მომხმარებელს ხო? მე ნახე ის მომხმარებელი ჩემთან რომ მოდის რას სახის, კაცო შენ 150 ლარი გაქვს, იმას 120 ლარად აქვს. ხო, იცი რა მაგ საკითხზე ხა მე რაც შემიძლია ჩემი მოსაზრება როგორც ლიბერტარიანების თქვა, ამ შემთხვევაში ის არის რომ თვითონ მომხმარებელი ვითარდება და მომხმარებელი დროთა განმავლობაში თვითონ განსაზღვრავს რა რომ ეს ამას ღირს თუ ეს ამას არ ღირს მაგრამ მესმის რომ თავდაპირველად ასე ვთქვათ რთული არის მაგის გარჩევა და ის შენი კონკურენტი იგებს კონტრაფაქტის გაყიდვით და არა რეალური სასარგებლო მაგრამ უბრალოდ აქ კიდე ერთი მეორე არგუმენტი არის ის რომ იდეაში ის რომ შენგან კი არა სხვისგან იყიდის და აღმოჩნდება რომ ის ცუდია ის მეორედ იმასთან აღარ მივა იმიტომ რომ იმან ითამაშა არასწორი თამაშია ლაპარაკობთ ხო ეს რაღაცა აი ახლა მე შენ დღეს მოგატყუე და ხვალ აღარ მაინტერესებს და ამიტომ გძელვადიანად მაინც შენ მოგებული დარჩები იქიდან გამომდინარე რომ ის დღეს არის და ხვალ აღარ იქნებოდა შენ ყოველთვის იქნები შენი ხარისხით ახლა სტომატოლოგიაშიც ასე არის ხო იქ ვიღაცა ეუბნება რომ იცი რა მე შენ აგერ გაიკეთებ პირობითად კვილების წმენდა არის 40 და 60 ლარა ზოგ ადგილას რა ჩვენთან კვილების წმენდა ღირს ძალიან ძვირი იმიტომ რომ და აი შემიძლია ჩამოთავო ხო რატო და როგორ და ის ადამიანი არის უბრალოდ ირჩევს ამასთან გავიწმინო 40 და 60 ლარა 40-60 ლარი შეიძლება დამიждდეს მე ის აღჭრივა უბრალოდ რომ შემოდის პაციენტი და ბახილებს რო ჩაიცნოს პირობითად და მინიმალური სერვისი ხო ანუ ესეთი რაღაცეები და
რაზეა საუბარი? მოკლედ მნიშვნელოვანია რომ თვითონ მომხმარებელი იყოს გათვითცნობიერებული და სხვა შორის რა რითიც ვარ მე მადლიერი და კმაყოფილი ჩვენთან მოსული პაციენტების 99% ძალიანაც კარგად ესმის რისთვის იხდიან და რას ღებულობენ სანაცვლოდ და ყველა გადის ძალიან ბედნიერი. ხო და ესე იგი ეს რაც შეეხება ამ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ეხლა ჩემი აზრითაც ეს თემა რომ მე შენ 40-დან გაგიწმინდა უკბილებს, ანუ რაღაც მგონია რომ არაკეთილსინდისიერია, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება, ნუ რა ვიცი, იმ ადამიანს ესე უღირს და ეს იმასაც ესე უღირს და ვისაც ესე უღირს, კი ბატონო, რა ვიცი, ყველა თავის არჩევანია, რა თქმა უნდა. და იცი რა მაინტერესებს? აი ხა შენ დღეს რამდენი თანამშრომელი ყავს? დაახლოებით 10-მდე მთლიანად. აი როგორი ურთიერთობა გაქვთ, როგორი ატმოსფერო არის თქვენთან, როგორ ინარჩუნებ ამ შენს თანამშრომლებს? ჩვენ რო საუბრობდით, შენ ახსენე რომ ძალიან ერთგული და მაგარი პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და აი უფრო მეტად მოგვიყევი მათ შესახებ. კი ბატონო. ნუ თავიდან როგორც ყველა იწყებს რაღაც კადრების შერჩევას, მე ვიღაცები ანუ შენ უფრო მეტი იცი. ჯობჟიზე გამოაცხადე ვაკანსია თუ ეს ისეთი სფეროა. თვითონ ეს აი წეღარო თქვი ჩარჩოში არ არის მეთქი. ესეთი სფეროა, რომ ვინც აქ მუშაობას დაიწყებს ის ჯობჯიზე არ შედის რა. აქ არის აი ესე თქვა ჩერეს რა, რომ აი შენ იმას კითხე, იმანის მოგიყვანა და ასე შემდეგ რა. როგორც ყველა ფირმას, კომპანიას ხო, ჩვენც გქონდა იმისი უარყოფითი ისინი, რომ ანუ სიტყვა ჩვენ უფრო მეც მოვითხოვდით თანამშრომლებისგან, ისინი უფრო ნაკლებს აკეთებდნენ, კომპეტენცია ნაკლები ქონდათ, დისციპლინა ნაკლები ქონდათ და ნუ ეს გზა ჩვენ გავიარეთ რა. მე რაღაცნაირად შეგვხვდა ერთი ადამიანი, უпростоრად ორი ადამიანია დღეს ისეთი, ერთი გაყიდვებში და მეორე ვისაც საწყობი აბარია. ორივე ძალიან დიდი პროფესიონალები რა და ძალიან აი როგორი ხალხი იცი, დღეს მე რო გავიწიებ თქვათ და თლიანად ყველაფერი მათ მეთვალყურეობის ქვეშ რო არის, საერთოდ არაფერი არ ეშლებათ რა. ძალიანაც რომ მომინდეს ვეღარც ვერევი, იმიტომ რომ იმდენად ყოველდღიურობაში არიან უკვე ეგენი, იმდენად ყველაფერიც, აი რომ მივიდე და დავდგე ხა აქ რა ხდება, კი შეიძლება ვერც გავიგო. იმდენად ალღუ აუღეს და რატო ეხლა ნახე. ანუ საერთოდ მე ტიპაჟი ვარ ისეთი, რომ მიყვარს კომპლიმენტიც და მიყვარს საყვედურის თქმაც, მაგრამ ამ ჩემი საყვედურებით ვიფიქრე, რომ რაღაც პერიოდში ცოტა დავძაბე ეს ურთიერთობები რა. რომ აი სიტყვაზე არ შეიძლება ადამიანს ნეგატიურად აძახო რაღაც ეხა მე იმიტომ მოვთქვა ამ ხელა გამოცდილება მართლა ნულიდან დავიწყე და მართლა გარაჟიდან დავიწყე მეც და მე შეიძლება სხვა მქონდეს გამოცდილება, მაგრამ ხა დღეს ვინც მოდი შენთან სამსახურში სამუშაოდ ეხა იმას არ აქვს მაგ ხელა გამოცდილება ხო რა თქმა უნდა და არც იმ ხელა ინტერესი არ აქვს, იმიტომ რომ ის უბრალოდ იქ მუშაობს და შენ კიდე ის ყველაფერი არის, ეხა ინტერესები სხვადასხვა არის რა და რო დავინახე რომ ანუ მოდი ცუდი კი არ დავინახოთ ამ ხალხში, მოდი კარგი დავინახოთ და კარგი შევუქოთ, კომპლიმენტი უთხრათ რა და ამან უფრო იმუშავა, ნუ კონკრეტულ ამ ხალხში რა და საბოლოო ჯამში ანუ ძალიან ბევრ რაღაცაზე თვალს ხუჭავდი ხოლმე რა. ნუ ეს თვალის დახუჭვა ეხა არ შეეხება ისეთ რაღაცა ისეთ რაღაცებს. ხო, რაღაც აი ნორმალურ სამუშაო პროცესში რაღაცა სიტყვაზე 5 უნდა იყოს და 4-ია. აი არ მithქვია არაფერი, ხო? ანუ მკაცრი ხელმძღვანელი არ ჩანხარ. მკაცრი ხელმძღვანელი მაგითი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი მიდგომა არის, ვიდრე მკაცრი ხელმძღვანელობა. რატო ეხა მე შენ გეტყვი რა? არ ექნებათ არანაირი პატივისცემა შენი. ანუ სამუშაო დრო რომ დამთავრდება ყველა რა თქმა უნდა მეც ეგრე ვარ ხო ყველას უნდა თავის სახში წავიდეს უკვე ხო ეხა დაახლოებით 10 საათს 8 საათს ატარებს სამსახურში და სახში მიდიხარ აქტიური ხარ 3 საათი შენ გიძინებ ხო მთელი დღის განმავლობაში ხარ სამსახურში ყველას და უკვე წასვლა მაგრამ შენ რო თხოვე იმ ადამიანებს რომ მოდით 2 საათი კიდე დარჩით ამ ადამიანს პრობლემა არ ექნებათ რატო იმიტომ რომ პატივისცემას გრძნობენ კომპანიისგან და თვითონაც კარგი განწყობით არიან განწყობილები რა ამიტომ ყოველთვის ანუ იყო ხოლმე ეს რაღაცები რომ აი მოდით ათბირი ჩავატაროთ ეს ხნათ ის დავანებე ხოლმე თავი რა ჯობია მოდი ეს ყველაფერი თვითონ მიხვდნენ თვითონ გადახარშონ თვითონ გაიარონ ეს ყველაფერი და თვითონ ჩამოუყალიბდეთ მე ტვინში რომ აი ეს ყველაფერი მე იმიტომ არ ვთქვი რომ აი შენ ხო დაინახე დღეს ეს რატომ არ თქვი ხო და უფრო მეტი პატივისცემა და უფრო მეტი მეგობრობა გაჩნდა დღეს უკვე ისეთი სიტუაცია არის აი ხო გეუბნები მე რომ იქ მივიდე თქვათ კვირაში ერთხელ რომ მიდივარ ან თვეში ერთხელ რომ მიდივარ უკვე სტუმრად გრძნობ თავს რა იმდენად აი შეხმატკილებულები არიან ეხა ამ შეხმატკილებას არ ვიძახი რაღაც ცუდი გაგებით რა აი მეგობრულად აკეთებენ ყველაფერს რა ქიმია არის ხო აი ერთმანეთზე არიან დაკავშირებულები რა აი ჯაჭვია რა ერთმა თუ არ იმუშავა წესიერად ყველას ეხება სხვა შორის ჯარშია ხოლმე ესეთი პრინციპი რა ერთი ვარ გააკეთებს ყველა იჯება ხოლმე რა თვითონ მე შექმნეს მოდი მე ან ნახე როგორ რაღაცა იყო
მეუნებოდნენ, მოდი რა თქვი, ვის რა ეკუთვნის, მოდი რა მევეუნებოდი, მოდი მე ამას არ ვიტყვი, მოდი გზა გვანახებს, ვის რა შეუძლია. ეხლა მე რო შენზე მეგონოს თავიდანვე, რომ აი ეს თქვა მაგარი იქნება, თქვა გაყიდვებში და ვერ აღმოჩნდა რა. მე ხო შენზე ნაწყენი ვიქნები, იმიტომ რომ ვაუ ამ კაცს ამ ხელა რაღაც ჩავაბარე და არ გაამართლა და ესა და ეს. ამიტომ რაღაცა სიტყვაზე 1 წელი ვაფშე გავჩერდი. ანუ ხმა არ ამომიღია, დავინახე ყველას ვის რა შეუძლია. და საბოლოო ჯამში ყველა მე ითავა ეს ყველაფერი ავტომატურად. ჩემი სფერო, ეს არის შენი სფერო, ის არის იმის სფერო, ის არის. გადანაწილდა თვითონ ორგანულად. იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა, აი 1 წლის რასაც ფიქრობდი, რომ აი ამისი ეს იყოს, იმისი ეს იყოს სფეროები, ხო? პრაქტიკაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა რა. მიხდი, იმიტომ რომ აქ ანუ ჩემთან ხალხი მუშაობს, რომლებსაც ანუ მე აქ არ ამიყვანია ეს ხალხი როგორ თქვა პროფესიის მიხედვით რა. მე აქ ავიყვანე თავისუფალი პროფესიის ხალხი, რომლებიც ამ მუშაობის პერიოდში რაღაც კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებოდნენ და დღეს აი წეღანში რომ მეუნებოდი. დღეს ხო უკვე იმ დონეზე გათვითცნობიერებულები არიან ესენი კონკრეტულად ამ საქმეში, ხო, რომ უკვე მე ვფიქრობ ესენი პროფესიონალები არიან რა. რატო ეხლა მე შენ გეტყვი, აი ის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც მე შევქმენი და ის ატმოსფერო, სადაც ანუ არ ეზარებათ სამსახურში, შეიძლება კი ეზარებოდეთ, მაგრამ არ ეზიზღებათ უბრალოდ სამსახურში არ აუ ეხა აქ რა წავა და როდის დამთავრდება და ესა და აი ეგ რო არ შევქმენი კომფორტული გარემო როა ხო უფრო მეტად გახდნენ პროფესიონალების და პატივისმცემელების თავიანთი საქმის რა და ამ პროფესიონალიზმში რას გრძნობენ იცი რომ რადგან მე ჩემი თავის უმცროსიც მე ვარ და უფროსიც მე ვარ და მე ვარ პასუხისმგებელი ზოგადად ანუ ჩემთან კი არა კომპანიასთან იმ კომპანიაში კიდევ ასევე არიან ბევრი სხვა როგორ თქვა იცი ინვესტორები თუ პარტნიორები რა უბრალოდ მე ნახე როგორ რაღაცა მოხდა მე ეს არ მომიყოლია ანუ მე ხიდი გავჩდი ქართულ ბაზარსა და ჩინურ წარმოებას შორის ესე რო თქვა რა ანუ მე შემომაქვს რაღაცა იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაში მჭირდებიან ეს ჩემი მეგობრები დღეს უკვე მეგობრები ჩემი თანამშრომლები მჭირდებიან რომლებიც ამ იდეოლოგიას გაამართლებენ და ესენიც რომ ხედავენ რომ უკვე აი ამ კომპანიაში თავიანთი ღვაწლია რაღაცა მიხვდი უკვე უფრო ძალიან უხარიათ და უფრო დიდი სიყვარულით არიან აი მას თორე მე რო ეხა დამდგარიყავი და ყოველ კვირაში საყვედურები მეთქვა იცი რა არის ეგეთი კომპანიებიც არის რა დაიხურავენ ქუძს ესენი და წავლენ მიხვდი ანუ მე იმას კი უბრალოდ მე მინდა საქმე უყვარდეთ შეიძლება 5 წლის მერე ჩემ კომპანიას ვიღაცამ გადაასწროს ძალიან ბევრჯერ რა და შეიძლება იგადავიდნენ ეს ხალხი მაგრამ პროფესიონალები ანუ ჩემთან ესენი იქმნიან ეხა რელიეფს იმისა რომ იყვნენ ძალიან მაგარი პროფესიონალები რა და არა მარტო საქართველოში ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავებენ აი ამ კონკრეტულ სფეროში. და პირველი შენი თანამშრომელი ვინ იყო? აი რას აკეთებდა უფრო სწორედ? რა ის ხო გაყიდვები, რა იყო? აი რა იყო იცი, აი ჩემს შემთხვევაში მაგალითად full time თანამშრომლის აყვანას ძალიან ვარიდებდი თავს, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა რაღაცა ხო ადამიანზე, აი full time რო არის თანამშრომელი შენი და შენზე რო არის დამოკიდებული მისი შემოსავალი. აი ვინ იყო შენ შემთხვევაში ესეთი ადამიანი და აი დღეს თუ მუშაობს ეს ადამიანი კიდე შენ? სხვათა შორის ხანდახან რომ მიწევს ხოლმე მისვლა, ყველა მაგ ადამიანს კითხულობს ხოლმე მომხმარებლებიდან რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოდგა ძალიან სწორი და ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ასაკი ძალიან პატარა იყო, თან ნახეთ როგორ არის ეს პატარა ასაკი, აი 20, 22, 23, 25 წლის ასაკის ტიპები, ხო? რაღაცა ყოველთვის ვიღაცის გაგონის იმაშობიან, რა ქვია, ეფუძნებიან, რომ მოდი ევროპაში წავალ, მოდი ამერიკაში წავალ და გულით აღარ უდგებიან აქ თუ რამის შანსი აქვს და ეგრეთ წოდებული სიტყვა რომ გამოვიყენო მაზავენ პერსპექტივას რა და ჩემ უახლოეს მეგობარს უთხარი ეგეც კორონას პერიოდი იყო რა რომ მეთქი ესე მეთქი მაღაზიას ხსნი მეთქი მინდა გავხსნა მეთქი და ადამიანი მჭირდება მეთქი ვინც გვერდში დამიდგება მეთქი რა და მაშინ მე მითხრა რომ ანუ თავის ოჯახის წევრზე რა ღრმად პატივცემული რომა რომელიც ანუ არის ჩვენი სახე მაიდუბაის სახე რომელიც ანუ თავარი როგორ თქვა ანუ ყველაფერი მის ქვეშ ხდება დღესდღეობით რა ანუ იმდენად ალღუაუღო იმდენად მოერგო ამ ყველაფერში და სხვათა შორის რატო მიუხედავად იმისა რომ ჩემზე პატარა არის ჩვენ რო დავიწყეთ ანუ ერთ პატარა მაღაზიაში მუშაობა თვითონ მითხრა ეს რაღაცა რომ მოდი ორა შენ რო აქ ხარ ხოლმეო მე უფრო ვევსწავლობო იმიტომ რომ მასწავლებელი მყავ ხარ გვერდითო რა და ყველა შენცემ პასუხს მე არ ვიცი მოდიო შენ გადიო მაღაზიიდანო რა და მარტო დამტოვეო და უფრო ვისწავლიო ყველაფერს რა და არ ვიცი ეხა ეს რამდენად სწორი ტაქტიკა არის და რამდენად გამოადგება ეს ჩვენს მსმენელს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ამან ძალიან გაამართლა. ნახევარ წელიწადში მივიღე უკვე იმ ფართობის და იმ ბიზნეს ფართობისთვის მივიღე უკვე ანუ ძალიან კომპეტენტური თანამშრომელი
და უკვე შედარებით დიდ ბიზნესში რო გადავედით, დღეს აქეთ მარიგებს კომპეტენცია, ავტონომია მივეცი, კი. დღეს აქეთ ვეკითხები ხოლმე რაღაცეებს რა, იმიტომ რომ იმხელა გამოცდილება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ პირდაპირ მასთან ხდება ეს ყველაფერი. გაყიდვების თანამშრომელი იყო შენი, პირველ რიგში ხელმძღვანელი. ყველაფერი იყო ეს პრინციპში. დღემდე ეგ არის გაყიდვები, იმიტომ რომ სხვა ნახერისქვამი და ანუ სხვა რო დავაჯინო დღეს გაყიდვებში სიამოვნებით თუ მას დაჭირდება რა, მაგრამ იმდენად მაგაზია ყველაფერი უკვე მორგებული, ანუ მომხმარებელიც უკვე მაგას ისნობს. აი სიტყვაზე გეუბნები რა, თვეში ერთხელ თქვათ რაღაცა გასასწველია სიტყვაზე გეუბნები, ნახევარი საათი თქვათ რაღაც ბანკში ხელი აქვს მოსერა დავჯექი მე არ მელაპარაკება ხალხი, რომას ელოდება. მიხვდი? იმდენად თვითონ შექმნა ის, რომ სხვათა შორის ერთი ახლა დამნიშნულოვანი საკითხი წამოწია, სადაც ჩვენ ვამბობთ ერთი კონკრეტული თანამშრომლის უდიდეს გავლენაზე რეალურად და სიძლიერეზე ბიზნესში, რაც უდაოდ ძალიან მაგარი ამბავი არის, მაგრამ ეს როგორც სიძლიერე არის, ასევე არის შენი სისუსტე რა. იმიტომ რომ მასზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა, მასზე არის ყველა განათება ფოკუსირებული და ვინცობა არის ახლა ღმერთმა დაგვიფაროს ახლა მაგის წასვლა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანები იცვლიან ხოლმე სამუშაო ადგილს რა და ამიტომ რაღაცა როგორ უნდა დაბალანსდეს ესეთი საკითხი, ძალიან ისეთი თემა არის რა, არ არის მარტივი და ამაზე რაღაცა ცალსახა პასუხი არ არსებობს. უბრალოდ სადღაც უნდა გქონდეს ის რეზერვის გზა რა, რომ აი ესე რომ მოხდეს, როგორ ვიქცევი, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა გძელვადიანი თამაშის თამაში, მაშინ ასეთ რაღაცებზეც უნდა ვიფიქროთ რა. აბსოლუტურად მართალი ხარ და წეგან თქვი, რომ ანუ გამოცდილი ხალხი რო არიგებდეს ახალ დამწყებებს, უფრო კარგი იქნებოდა თქო რა. ჩემთვის ეს რო დაერიგებინა თავის დროზე, შესაძლებელია ესი არ მოგცეულიყავი და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ ვიცი კიდე წეგანას თქვი, რომ ვის როგორ გამოადგება ეს მაგარდი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ მე ესი არ მოგცეულიყავი, მე თვითონ დავკარგავდი ძალიან ბევრს. კი ბატონო, დღეს იმ ადამიანის სახელი წარმოადგენს მთელი კომპანიის სახელს და ყველა მის სახელს გაიძახის, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი რა, ძალიან ცნობილია და ასე, მაგრამ ნახე როგორ ხდება, ანუ ბიზნესი არის რისკი. ხო, რა თქმა უნდა. ბიზნესი წებ გამოუცდელი, ხო? მე ამ ყველაფერში ვლინდება, ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მიდგომა იყო უფრო მეგობრული ყველა სამიმართებაში, ანუ მეც ამ ადამიანთან დავიჭირე ძალიან მეგობრული და ძალიან ახლო ურთიერთობა. ამ ურთიერთობებმა გადაიყვანა უკვე ეს ყველაფერი იმაში, რომ თავარი ის არის, რომ ის კი არ ფიქრობს, რომ მე ძალაუფლება მაქვს, ის ფიქრობს, რომ მე ეს ადამიანი მენდო. აი ანუ ნახე რა არის ზოგი გაამპარტავნდება ხოლმე რა, რომ აუ ნახე მე რა შევძელი ისიც გამოჩნდება პირველი ხო ისიც შანსი მე ხო ისიც ჩანს რა და ამ შემთხვევაში სულ ხედავ რომ ადამიანი პასუხისმგებელია ანუ პასუხისგებლობა აქვს ძალიან დიდი ჩაბარებული და აი ამის შესასრულებლად მუშაობს რა და ეს უფრო მაძლევს კიდე იმის ესე ვთქვათ ეს უფრო მაძლევს იმედს რომ ეს ადამიანი ხო ეს ადამიანი კი ბატონო მე შეიძლება უთხრა კიდევაც რაღაც თუ ვინმე უკეთეს ნახავთ კი ბატონო მაგრამ აქ იმხელა ურთიერთობები და აინრეგარ სიტყვაზე ვიზა ხო მეგობრობა ჩემ გარეშე იმდენი რაღაც კი არა თითქმის ყველაფერი ჩემ გარეშე ხდება საერთოდ ამურთული ვარ მაქედან რა იმდენად ანუ აი ხალხი ოცნებობს მაგაზე კი სხვათა შორის ოცნობებთან და მე რავი აი არ ვიცი ღმერთის წყალობით რა. კაი და WhatsApp-ში რო გაქვს სულ მიმოწერა ვიღაცასთან, მაშინ რა მიმოწერები გაქვს? ხო, ეგ არის ყველაზე საინტერესო სიტუაციები. წეგან რო ვახსენე, ანუ თუ გინდა კომპანია იყოს ყოველთვის აი ნახე ერთ წო რაღაც გეტყვი რა. ერთ-ერთ ადამიანს დაძდევდნენ, რომ ჩვენთან გადმოდიო რა. თან სადაცილო ისაა, რომ ეს კონკურენტი ჩვენთან ამშრომლობს. არა. ჩვენ ერთ-ერთ კარგ მომხმარებელს რა. თან სადაცილო ისაა, რომ როგორიათ რომ ჩუმად იძახით, ჩუმად იმასთან მარტო იტყვიან ხოლმე, ყველაფერი ბაზრდება რა და ყველაფერი ჩვენთან მოდის ხოლმე რა და ერთი ის არის რა ქვია, ერთი მომხმარებელი იძახს, რომ ბიჭო, აი ესე ორა ტვინიცა ხანი გდამხვდაო, ამასთან უყიდლობ ჩემთან განმოდი. მე ვხარიო, რომ კაი ორა თავი 5 კრიზის გაუძლო მაგ კომპანიამ, რაღაცა 2 წელი ბამპერი გაქვს ჩამოტა, აი რა უნდა ქნაო შენ რა, ანუ იმასთან შედარებით რაც შეიძლება ბაზარში ჭირდება. აი ლოიალური klienti, ხო და ეს klienti მოვიდა და თან მე კი არ მითხრა, ანუ ისე ტიპს ვთქვა, ვინც მე მემითხრა რა და ძალიან გამიხარა. დღემდე არ ვიცი ის ადამიანი ვინა, მაგრამ ჩემი პატივისცემა მაგ ადამიანს რა. ხო და ნახე რატომ მოვყევი ეს ამ ადამიანმა ახსენა რომ 5 კრიზის გაუძლესო მაგათმაო რა დღესაც კრიზისი არის ამ საქმეში 2 წლის წინაც კრიზისი იყო და ეს იმდენად დაუცველი სფეროა რომ სულ კრიზისებია ამ კრიზისების დროს შენი კომპანია რო არ ჩავარდეს ხო ყოველთვის უნდა იჯდე მაგ WhatsApp-ზე ყოველთვის უნდა იჯდე სტოკის პროგრამაზე და
ეს თქვათ ამოწმებდე, რომელიც აიდან წამოიღო, ვინსად მიიტანოს, მე როგორი რაღაცა არის, იცი, ქარხანას როცა უკეთავ თქვათ რაღაცას, შეიძლება რის გამოთაც შევუკეთო ის საერთოდ არ დაგიტვირთოს რა და ამას გებულობდე თქვათ რომ მოგცა თქვათ დატვირთვის სია დატვირთვიდა თქვათ ერთ კვირაში 10 დღეში მერე გებულობდე და აუ ეხა რა გავქნა ხო და მერე მიდის ეს მიწერა მოწერა ხან იმასთან იქნება შენ გავამიგზავნე შენ განავიღებ ესეთი რომ მარაგი ყოველთვის შეიავსო ანუ ჩემი ძირითადი საქმე მაგ ბიზნესში რა აი როგორც თანამშრომელი ვიძახი ჩემი ძირითადი საქმე არის გაყოფილი გვაქვს სხვადასხვა რა რომ მე ვარ მომარაგებელი რომ თქვენ არაფერი მოგაქვთ და დანარჩენი თქვენი საქმის თქვენიც რა შენ ყიდი შენ საწყობს იმაში აი ეგ არის ჩემი საქმე. მაგიტო ვარ 24 საათი ჩართული WhatsApp-ზე და მაგიტომაც არის ეგეთი ისინი რა, რომ აი მარაგი არ მოაგდეს რა და წეღანას თქვი რომ ანუ ეს მარაგის არ მოკლება არ ნიშნავს იმას რომ ჩემი დევიზია ფული ვიშოვო. არა, შეიძლება ისეთი გზით წამოვიღო, ხო გეუნები გასაყიდ ფასზე ძვირი მეჭდეს. და არა აქვს მაგას ჩემთვის უნდა მქონდეს ჩემს თავარი ეგა რომ ადამიანური ყველაფერში ვერ მოვიდა ესე იგი შეიძლება ნახე ძალიან ცოტა უცნაურ რაღაცას ამბობ და ძალიან საინტერესოა ანუ შენ შეიძლება კონკრეტული ნაწილი იმიტომ ჩამოიტანო რომ უნდა გქონდეს და არა იმიტომ რომ მოგება დაინახო ამის რეალიზაციით მოგვიყევი რატო შეიძლება ეს ასე ხდებოდეს ნუ ჯერ იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაცა არის მე თვითონაც აი სიტყვა სახში უნდა მივიტანო პროდუქტი რა მირჩევნია ერთ მაღაზიაში შევიდე ვიდრე სამგან მოვნახო პარკინგის ადგილი სამგან ამოვიღო ბარათი ეს არის კომფორტის ამბავი რა ეს არის შენი მომხმარებლის შენ ზრუნავ მომხმარებლის კომფორტზე იმისათვის რომ მან ყველაფერი იყიდოს შენგან როგორც მესმის და შესაბამისად ის მე აღარ ეძებდეს ამ რაღაცა შენთვის ნაკლებად საინტერესო ნაწილს სხვაგან და იყიდოს ისევ და ისევ შენგან სწორად გავიგე კი ანუ აქ ორი რაღაცა არის ერთი ის რომ ანუ ჩვენი ბიზნეს ინტერესია და მეორე არის ის რომ კლიენტი იყოს კომფორტში რა. ბევრი ისეთი რაღაც პროდუქცია დაგვიმატებია, საერთოდ აი პირდაპირ და მარტივად რო გითხრა, ნუ შეიძლება კი იცოდეს, საერთოდ დიდად ვერ ვერკვევი მანქანაში რა და იმის ნაწილებში, აი საერთოდ რა. უბრალოდ აი შენ ყიდი ავტონაწილებს ისე რომ არ ერკვევი ავტონაწილებს ხო? უბრალოდ ჩემი ეს იყო ინტერესი რა, რომ აი რაღაც ბიზნეს ინტერესი იყო, თორე ჩემი მეგობრები აი დღესვე სანას დავმეგობრდით უკვე აი ჩვენი დიდი მოხმარებლები ისინი გვეუბნებიან ხოლმე რომ აი ეს უნდა გქონდეთ. აი იმიტომ რომ აი ეს რო ტყდება, ეს ტყდება და შენ არ გაქვს და იმას აქვს და ბიჭო ჯერ შენ თამოდივარ, მე იმას ამოდივარ და მოდი რა ორივე გქონდეს. ანუ ჩემი ის არის და სულ ამ ყველაფრის ზებნა რა და ანუ როგორი რაღაცა არის, იცი, ანუ სიტყვაზე ქარხანა გაძლევს რაღაც კატალოგს რა. და იგუდევს 5 ნაწილი. ამ 5 ნაწილის იქით მანქანას გააჩნია 105 ნაწილი. და მე ეს ყველაფერი არ ვიცი. ეს ყველაფერი იცის, ვინც მანქანას ჩლის, ვინც მანქანას აწყობს. ანუ ვინც ამ სფეროში უკვე ჩართულია აწყობით და დაშლით რა. იმანიც უკვე ეს ყველაფერი ისინი და იმას ანუ ხშირად არის ხოლმე რომ აი წეღა როგორც ვახსენდი, ყავს მეგობრები, რომლებიც გვეუბნებიან რომ აუ მოდი რა ესე ჩამოვიტანეთ რა, იმიტომ რომ ანუ შენ უსმენ ბაზარზე რა არის მოთხოვნადი და იმის მიხედვით ჩამოგაქვს, თორე შენ თვითონ ავტონაწილებში და მანქანებში ესე იგი არ ერკვევი მაინც და მაინც. ხო, თან რატო არ ვერკვევი? იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში რამდენი წელია მე საერთოდ გაყიდვებ და საქმე არ მქონია. ჩემამდე ინფორმაცია არ მოდის რა. და შენი მომწოდებლები ეს ხოთეს შორის მაგაზე არ გულაპარაკე, შენი მომწოდებლები არიან ჩინეთში მხოლოდ. ჩინეთ და აივანი. რა ენაზე ლაპარაკები მაგათ? ისწავლე ჩინური თუ არა? არა, ახალი ინგლისური გამოვიგონეთ და მაგაზე მაგით საუბრობთ. ახალი ინგლისური. ხო, მართლა ახალი ინგლისურია, იმიტომ რომ ნუ ენას ვერ ტეხენ თავისას. ძალიან რთულია ხა ჩინელებმა ინგლისურით არიციან ხომ არიციან ხო ან თუ იციან რაღაც ძალიან მაღალფარდოვანი იციან შენ რაღაც მე მგონი ესეთი ჩინელი გყავს რაღაცა პრადვინუტი ჩინელი რომელიც ინგლისურადაც ლაპარაკობს ხო ეს დუბაიში რო ცხოვრობს მე მეძახის მასავე კი იქ დუბაიში ცხოვრობს იმიტომ რომ აი სხვა შორის ერთ საინტერესო რაღაც ძალიან საინტერესო რაღაც მინდა თქვა ჩავავლებ აი ამ იმას რომ დუბაიში ცხოვრობს რა ჩვენ რო დავირქვით მაი დუბაიჯი ძალიან ბევრმა ადამიანმა იფიქრა რომ ესენი დუბაიში ჩადიან ნაწილებს ყიდლობენ აი ესე ბარსეტკები დადიან იქ დაარიგებენ ფულებს ნაწილებს იყიდიან ჩავა 90-იანი არა ჩვენ მაი დუბაი ქვია რატო ნუ ჯერ პირველ რიგში იმიტომ რომ ანუ დუბაიდან დავიწყეთ როგორც წეგან თქვი ნაწილები და მაქს ეგ სახელი შემოგჩა რომ როგორც დუბაიდან ჩავდა მე რო ეს დიდი მაღაზია გავხსენი არ მქონდა არანაირი საშუალება და ინვესტორი შემოვიყვანე ჩინელი, რომელმაც საქართველოს ჩადო ფული და მოხდა ესე რაღაცა, რომ ამ ადამიანს თავისი აქვს წარმოება, რომელმაც უკვე გადაწყვიტა, რომ ანუ ემირატებში საერთოდ არ ყიდდა არაფერს და გადაწყვიტა, რომ მოდი რა, შენ მომეხმარე, რადგან დუბაის ბაზარი კარგად იცი. შენ მომეხმარე, რომ იქაც შევიტანოთ ეს ნაწილები. და მე აღმოჩნდი ის პიროვნება, რომელიც მასთან ერთად მუშაობდი ემირატების ბაზარზე და ყველა მაღაზიას ვიცნობ.
და ბევრი ისეთ მაღაზიას რომელიც ახლა ჩემი კონკურენტები კონკურენციას თითქოს მიწევენ რომ აი იქ ჩემი შეტანილი ნაწილები ეს ანუ ჩემი შეტანილი ნაწილებს იყიდულობენ და აქ მიწევენ კონკურენციას რა ანუ ეს ყველაფერი ახლა დღეს გავასაჯაროვეთ ორ ახლა აქამდე სადმა გამესაჯაროვებინა ხო და ამიტომ ეს ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი ინვესტორი თუ ასე შემდეგ ანუ მოუწია ისე რომ მოდი ჯობია გადავალ დუბაიში ბაზარს უფრო წესიერად დავაკვირდები უფრო მეტ ურთიერთობას დავამყარებ ხალხთან შენც აქეთ ჩამოდი მეუნება და ერთად გავაკეთებთ აქ ბიზნესს თუმცა ანუ რაც არ უნდა ახლა წეღა რო ვახსენებდი მე რომ რაც არ უნდა დამოუკიდებლები იყვნენ აქ ჩემი კომპანიის თანამშრომლები, არის რაღაცა რის გამოთაც მე ჩემ რაღაცა ისე კი არ ვიძახი პატრიოტულად უბრალოდ აქაურობას ვერ ვტოვებ რა, ბევრი რაღაცა არის ოჯახი, ბევრი რაღაცა არის რის გამოთაც არ მინდა რა, თუმცა ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისი, რომ წავიდე და ისეთ ქვეყანაში ვითამაშო ეს თამაში, სადაც ყველაზე მეტად მაინტერესებს საქართველოს იმასა შედა რაც მე მინახია იქ ბრუნტვირთ ბრუნვარი ხარ ხო იცი როგორი საინტერესოა დღესდღეობით არ ვიცი დღესდღეობით საერთოდ არ არის დღესდღეობით საქართველოში უფრო არის მე მგონი ბრუნვარი კი მაგრამ როცა იყო ძალიან მაინტერესებდა აი წეგან დასაწყისში ლაპარაკს დასაწყისში ხო თქვით რომ ანუ ჩემთვის ძალიან საინტერესო ეს რაღაცა ისინი რა საბუთები ეს სტოკების ყიდვა გაყიდვა იქ დატვირთვა გაგზავნა გამოგზავნა გადაფრენა გადმოფრენა აი ძალიან საინტერესოა ჩემს ეგ არის ყველაფერი ჰობი ეგ არის მოკლედ რა ჩემი გასართობი რა. ჩემი გასართობი ხო, თორე აი ხა რო გითხრა ახლა რომ $100 ჩავდებ და $120 ამოდის ეგ არის ჩემთვის. ინვესტორი როგორ მოძებნე შენი ბიზნესისთვის, შენ ახსენებ რომ შენ ყავდა ჩინელი ინვესტორი. ინვესტორის მოძებნა როგორ ხდება ეს შენ შემთხვევაში როგორი პროცესი იყო? ანუ ჩემ შემთხვევაში იყო ესე კორონას შემდეგ, ანუ ყველაფერი დაკეტილი რო იყო აბსოლუტურად, დაიწყეს რუსეთმა ომი უკრაინაში და რაღაც ტერიტორიაზე გამოაცხადეს, არ მახს გამბაჟება უფასო თუ რაღაც ველფაში თუ რაღაც რუსულ ფაში თუ რაღაცაში და მოკლედ იმ პერიოდში საქართველოს გახდა ძალიან აქტუალური რა. და საქართველოსთან გადიოდა ძალიან ბევრი ჩემი მეგობარ სხვა შორის მაშინ მანქანა ყავს ნაყიდი და ხო, უმშავია მაგ თემაზე, ხო რა. ნახე როგორ რაღაც მოხდა რა. საქართველოს გახდა ჰაბი რა, რომ აი ყველაზე ახლო ბაზარი იყო საქართველოს, ხო? ანუ ორ დღეში იყო მანქანა იქ რა და მოხდა ისე რომ გახდა ძალიან დიდი დეფიციტი ნაწილების რა და მაშინ ქონდა მაღაზია ახალი გაკეთებული სხვათა შორის აი დუბაის ნაირად რა რო შედიხარ მაღაზიაში დღეს ახლა მაღაზიაში 22 წელი გამოდის 22 წელი გამოდის ხო 4 წლის აი ხა დღესაც რო შეხვიდე მაღაზიებში ხო ანუ ვერ ნახავ ისეთ ვიზუალს როგორი ჩემ მაღაზიაში შეიძლება კი მოძველდა მაგრამ იმ პერიოდში როცა მე გავაკეთე შეღებილი ბამპერებით და რაღაცებით ხო იმ პერიოდში ეს ძალიან გავარდა ესე რო თქვა რა და აუ ვა ეს რა არის რა ანუ აი შე რო გიყვარს თქვა ვაუ ეფექტი რა აი ვაუ ეფექტი გააკეთა ზუსტად რა და ეს ყველაფერი მე წავიდა Instagram-ზე წავიდა Facebook-ზე და დღეს ტელეფონს ყველა იყენებს ხო და სოციალურ ქსელებს ყველა იყენებს რა და ერთ-ერთმა მომწერა მოკლედ რა რომ კითხა მაღაზიის შესახებ საიდან შემომქონდა როგორ შემო უთხარი თქვა ჩინეთში ამოსყიდლობა მეუბნება რომ მოდი ჩვენ შევხვდეთ და ეს ჩინელი მწერს ხო მოდი ჩვენ შევხვდეთ და მოდი დავილაპარაკოთ ანუ სოციალური მედიით მოხდა რეალურად შენ აი რაც კითხვა რაც გქონდა რა იქიდან გამოვიდა რომ შენ რაღაცეები დაპოსტე რაღაცეები გააცნე იცი რა არის ხო იმაზე რომ გაუშვი რა ქვია რომ დაუბუსტე ესე რო თქვა რა ანუ ეთყობა ვიღაც სადღაც ამოგდო ეს ყველაფერი მაგრამ საინტერესო ის იყო რომ ეს ჩინელი ანუ მუშაობდა იქ იმ ქარხანაში რომელ ქარხანასთან მე თანამშრომლობდი ისედაც უბრალოდ ეს ჩინელი წამოსული იყო ამ ქარხნიდან გააკეთა თავისი სხვა და ანუ ჩემთან წტომა არ ქონდა რა, იმიტომ რომ თანამშრომელი იყო იქ ერთ-ერთი sales manager იყო და მე მემსახურებოდა სხვა, მაგრამ რო დაინახა რომ ვა ეს კომპანია ნახე დღეს უკვე რა ხოთზე უნდა ყოფნა ესე რო თქვა რა. ამიტომაც დამეკონტაქტა და დამითქვა ნუ ერთ-ერთი ადგილი ერთ-ერთ ქვეყანაში, რომ ამა და ამ ადგილზე შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, ჩავედი იქ დავილაპარაკე და ადამიანი მეუნება რომ ანუ მე მაქვს ახალი დაწყებული ესე თქვა წარმოება ვიცი რომ დღეს არ გაქვს შენ შეიძლება იმის საშუალება რომ დატვირთო თქვა ჩემთან 10 კონტეინერი და წაიღო ეს რომ შემოგთავაზო სულ რო თავის პას შემოგთავაზო ვერ გადაიხმი რომ ვიცი რომ ძალიან პატარა ქვეყანაა შენ და ძალიან პატარა მოთხოვნა არის და მოდი რა ფასებს გეტყვი და მოდი ვიმუშაოთ ისე რომ მე ვიყო ინვესტორი შენთან რა მე ვეუბნები კი ბატონო ოღონდ მოდი ჯერ გამაცანი შენ რა პროდუქცია გქ იმიტომ რომ ნახე როგორ არის საერთოდ ყველა ცდილობს რომ თავის სასურველ ფასში მოკიდოს შენ სასურველ ფასში კი არა ანუ აი ხა რაღაცა რო იყოს ხო მე ამას ვაფასებ იმიტომ რომ მე მიიღებს ეგრე ხო და ამიტომ გამოვართ მე ფასები რომ მოდი აი ამ ფასებით მე საქართველოში რას ვიზავ რომ ნახე შენ თუ ფასი გექნება ისეთი როგორც სხვა ყველას აქვს მაშინ რა აზრი აქვს ხო ან ინვესტორს რა აზრი აქვს ან საერთოდ საწყობების აღებას რა აზრი აქვს რომ ამ ხელა ხარჯი გაწიო და რაღაც ისინი შეინახო პროდუქციები ამიტომაც რაღაცები ჩამოყალიბდით მიწოდება მოწოდების იმებზე ჩამოყალიბდით რაღაცა კონფიგურაციებზე
და ამ ადამიანმა თქვა რომ კი ბატონო მე მაკმაყოფილებს შენი პირობები, ანუ რო გამოუშვა ჩემი პროდუქცია საქართველოს, შენ გაგიდო შემდეგ მე თქვა გადაიხადო, ну იქ იყო ბევრი რაღაც სხვადასხვა ვარიანტები რა და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ისე რომ ადამიანი აწარმოებს თავის პროდუქციას, შეიძლება საერთო არ მკითხოს მე ეს სჭირდება თუ არა, ну ეხა უკვე მეკითხება, იმიტომ რომ იყო რაღაც მომენტი, როცა გაგჭედა ჩვენ მაგან რა გაყიდვებში საწყობები გადაგვევსო და ვერ ვყიდით, მე რომ საქართველოს შეუსაბამო იყო ის რაღაცა პოზიციები და ну მე რაღაც ძალიან ბევრი ვიწვალეთ რომ ის სხვა ქვეყანაში გაგვეტანა, იქ რეექსპორტები, ну ძალიან თან ნახე როგორ არის საქართველოში გამბაჟებული ნაწილი, უკვე როცა გამბაჟებული გაქვს ნებისმიერ პროდუქცია, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რო გაიტანო, იმას ხარჯი კიდე უფრო ემატება, ხო რა თქმა უნდა, ეხლა რამე პროცესო გადაიხდი. ღირებულებისას უფრო მეტად ძვირდება ეს ყველაფერი რა. ამიტომაც ამ ადამიანმა გამოუშვა ისეთი რაღაცები, რამდენი ჭირდებოდა საქართველოს ბაზარს, რომ მაიდუბაი ყოფილიყო საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე რა, მარაგით და ფასით. ანუ შენ თუ ადამიანს ეუბნები, რომ მე სიტყვა სხვაგარო 250 ლარი ღირს და 230 ლარად მე ეს მაქვს, შენ 5 წელი არ უნდა გქონდეს რა. შენ იმდენი უნდა გქონდეს, რომ არ გაგითავდეს. ამაში რა არის, ხო? ერთი კონტეინერი თქვა შემოვიდა, გაყიდე და ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს ესე რო თქვა რა, რომ შენ იყო სტაბილური მიმწოდებელი ქართული ბაზრის რა და ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ რა რაღაც გარკვეულწილად რა. მოვახერხეთ და ნუ ეს ადამიანის რა თქმა უნდა კმაყოფილი იყო, კიდე უფრო მეტი რაღაცა ინტერესები ჩადომერე ჩვენთან და ნუ აი ესე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ესეთ პატარა დროში, ანუ ზოგადად არ არის ეს საქმე ისეთი რომ ალბათ ადრე იყო რომ რაღაც 100%-იან მოგებებზე მუშაობდა როცა აი ეს მაინტერესებდა. ეხლა დღეს რამდენი პროცენტიანი მარჟა არის დაახლოებით თქვენ საქონელზე? გიო, ნახე და როგორ ყველაზე არის მომგებიანი საქონელი რა არის? მომგებიანი. ნახე როგორ არის, ანუ თუ სწორად მუშაობ და თუ არ იტყუები გადასახადებს, მარჯა გაქვს ძალიან დაბალი. ანუ შენ თუ შემოტანის ფასს არ იტყუები, შენ თუ რეალიზაციის ფასს არ იტყუები, რაც აპუჭებს ბაზარს და აპუჭებს ჩემნაირი მაღაზიების ესე თქვათ პერსპექტივას რა. აი წეღაროთ ხა ვიღაცამ თქვათ ჩამოიტანა $200 ნაწილს ჩაწერა $23, საბაჟო საერთოდ არის აქ რა ხდება კონკურენციის საგანო. საერთოდ არის რა ხდება, იმას მარჟა აქვს უფრო მაღალი, შენ უფრო დაბალი. რეალურად მე შეიძლება უფრო ნაკლებაში მაქვს ნაყინი. იგივე სიტუაცია არის, რო გითხრა სტომატოლოგიაზე რა, იმიტომ რომ სტომატოლოგიები ბევრი მუშაობენ ისე რომ იღებენ სრულად cash-ს, რა ის გადასახადები, საშემოსავლო, რა ის ლიცენზია და რეგისტრაციები. უბრალოდ დაჟე პირადზე ერთო არა, cash მოიტანე, აი რო გახვალ ბარცრივ პირდაპირ გაიგე 2 კილომეტრს, გამოიტან cash და ასეთი რაღაცები მოკლედ არის ხოლმე და ამის გამო აი შენ ასაც ამბობ, მარჟად შესაბამისად მეტი აქვს, ხო? ეხლა მე მარტო ხელფასის საშემოსავლოს ამდენსაც ვიხდი, არ ვიცი, მათ შემოსავალი არ ექნებათ იმდენი სულ ალბათ, მაგრამ სამაგიერო ის აქვს შესაძლებლობა აქვს რომ 40 ლარად გაიაკეთონ წმენდა პირობითად ხო და ანუ აი დაახლოებით ესე პლუს მინუს რაღაცა არის აი რამდენი მარჟა გაქვს და რა არის ისეთი საქონელი რომელზეც ყველაზე მეტად იგებ ნახე როგორ არის ყველაზე მეტად იგებ პლასმასის ნაწილზე ზოგადად რა რადგან პლასმასის ნაწილს რისკი აქვს დაზიანების ძალიან მცირე აი ახლა გეტყვი მაგალითად სამწუხაროდ არ ფასობს კაპოტი და კრილო თქვათ რა. ნუ რუსულად რო არ თქვათ, როგორ არის ფრთა და ძრავის სახურავი. მაგრამ მაგ სიტყვებს არავინ არ იღებს. ამიტომ ისო კაპოტი კრილო, ხო. ნახე როგორ არის. დაზიანების რისკი აქვს დაახლოებით 100%-იანი რა. კაი. მართლა გეუბნები, ხო, ანუ რო ჩამოდი სიტყვაზე ვიცი რომ აი უეჭველი არის რაღაც დაზიანებული რა. იმას ყიდი ჩათვალე თავის ბაში. უბრალოდ ის წეღარო ვახსენე, ის უნდა გქონდეს. ხო, უნდა გქონდეს. ხო, უნდა გქონდეს რა. უნდა გქონდეს. მაგრამ აი შეიძლება აიღო ბამპერის სამაგრი, რომელსაც შეიძლება გქონდეს 50%-იანი მარჟა ვთქვათ რა, მაგრამ აი რამდენი უნდა გაყიდო ბამპერის სამაგრი, ვთქვათ, ხო? ნახევარს ამ ჩუქნით. ხო. იმიტომ რომ ნუ ბევრ რაღაც რო ყიდულობს, ეხა იმ 10 ლარზე ლაპარაკი. ხო, პატივისცემაა ჩვენგან და 10 ლარი დაგიჟდა 15 ლარად გაყიდე. აგერ შენი 50%-იანი მარჟა რაზეა საუბარი. ხო, მაგრამ აი იმ 5 ლარმა აი განა რამდენი უნდა გაყიდო რა მაგრამ და საბოლოო ჯამში რომელი არის შენ ყველაზე საინტერესო პროდუქტი რომელსაც ყიდი როგორც ავტონაწილების ხო და აი ნახე გიო როგორ არის ანუ გააჩნია აი დღეს ახლა მაგალითად რა შეიქმნა კრიზისი რაღაც კონკრეტულ მოდელებში რა რომელი მოდელებიც მოდიოდა დუბაიდან შარჯადან ესე რო თქვათ დღეს რადგანაც პორტები აღარ მუშაობს უკვე საქართველოში ჩდება დეფიციტი ახლა რას აკეთებენ რა ანუ მე ვთქვათ
აი რატო გეუნები ახლა რატო პასუხობ ახლა ესე რა მე თქვა რაღაცას ვყიდი 150 ლარში რა უკვე გავიხედე რომ 300 ლარს აფასებენ იმას რა იმიტომ რომ იციან რომ ვეღარ შემოიტანენ მაგას რა ანუ ის 150 ლარიანი პროდუქტი მე შეიძლება რაღაც მომენტში 5%-იან მარჟაზე მომუშავა მაგრამ ეხლა ვიღაცა 105%-იანზე ამუშავებს ანუ ესეთი დაგეგმილი ის რა ქვია მარჟა საქართველოში სამწუხაროდ არ არის შესაძლებელია უნდა იყოს რატო სამწუხაროდ რატო უნდა იყოს ეს არის ბაზარი ხო ვიღაცამ შემოიტანა მეტი და იმას ფასი დაუვარდა რაღაც სიტუაცია არის რომ ანუ ნახე ერთი რაღაცაა საერთოდ ბიზნესი რა არის ხო ეს არის ღირებულების მოტანა შენ რაც უფრო მეტ ღირებულებას მოიტან საზოგადოებისთვის მით უფრო მეტი დაგრჩება იმიტომ რომ მეტი ღირებულება მოუტანი ამ საზოგადოებას და ღირსი ხარ რა აი რატო არის ხოლმე ხალხს რა თქმა უნდა კიდე აქვს პროტესტი რომ აი ტაქსი რატო ღირს ხოლმე პირობითად 5 ჯერ უფრო ძვირი როცა კონცერტი არის ხო ქალაქში იმიტომ რომ ის ღირებულება რასაც შენ მოიტანი ცალკეული ადამიანისთვის როცა არის აი ამ ხელა მოთხოვნა და ნაკლები მიწოდება თავისთავად უფრო მეტად ღირებული არის იმ მომენტში და დიახაც 100-დან ვიღაცა 5 ადამიანი გადაეხდის იმ ტაქსში იმ თანხას რაც არის გადასახდელი ამიტომ აკნინებ ამ იმას რა ქვია მარჟის ქონას ძალიანაც ღირებულება მეტი მე რო გეუნები ხოლმე რომ სერვისი და ვაჭრობა სხვადასხვა არის აუ ეგეც მაინტერესებს აი ზუსტად სერვისი და ვაჭრობა სხვადასხვა რითი განსხვავდება ვაჭრობა აი ზუსტად მაგაში გაგცემ ახლა პასუხს რა ეგ ისეთი რაღაც შედარება გააკეთე ნახე მე რო ბევრი შემომაგ ესე იგი ბევრი მაგ ჩადებული იმაში ხო ანუ სულელი უნდა ვიყო იმაში რომ მარჟა არ დავადო ხო ანუ რაც უფრო მეძე ელაპარაკები ქარხანას მით უფრო ნაკლებ ფას გაძლევს სიტყვაზე 100-ზე თქვა $20 გაძლევს 200-ზე თქვა $18 გაძლევს $100-იანს რო ყიდი 150 ლარად სიტყვაზე $100-იანს რო $150 ყიდი სიტყვაზე ვიძახი $98 შესაბამისი ფასნამატით უნდა ყიდე ხო ეგრეა ხო ანუ აქ ფასნამატი იცავ მაინც მიხვდი აი მაგაშია შენ უბრალოდ ფასი იაფებ რაღაცეთ მიხვდი მაგრამ შენ რო ფას გაიაფებ არ შეიძლება მაგითი შენ ნახე აქ რითი იაფებენ სახელმწიფოს მოტყუებით არ შეიძლება შენ ფასი გაიაფო მიხვდი აი ეს არის ცუდი მიხვდი რომ ანუ უკონტროლობა აი მაგას გულისხმობ არა თანაბსტორი კონკურენცია გამოდის აი მაგას გეუნები აი ზუსტად მაგას გეუნები ხო რა ანუ ვერ გაიგებ ანუ როგორ შეიძლება მე ქარხნა შემომქონდეს რაღაცა $50 ვიხდე შენ გადამყიდველიც გაყიდლობდე $20 აი ხო წარმოუდგენელი რაღაც არის რა და მე ვყიდე სიტყვაზე ოფიციალურად და შენ არაოფიციალურად მაჩვენებდი 10%-იანი ფასნამატით აი რატო არის ფასნამატი ის მიხვდი ანუ რაღაცა კი ბატონო დადიან დღეს თქვა ჩეკზე ამოწმებენ ურტყავს თუ არ ურტყავს თქვა მაგრამ ნუ კონკურენციის სააგენტო უფრო მეტად ნუ შესაძლებელია უფრო ძალიან დიდ რაღაცებში არიან ახლა ეგენი და დარწმუნებული ეგრე იქნება მაგრამ ანუ ამ სფეროს საერთოდ არ ყავს არ აქვს თავის შარჩოები რა და ზუსტად ეგ არის განსხვავება რა ანუ შენ რო სერვის თავაზობ ადამიანს ნახე როგორი რაღაცა არის სერვის რო თავაზობ ის ან ჯანმრთელობაზე არის მიხვდი ან ტანსაცმელზეა რომელიც უფრო გამოხატავს რაღაცას ხო ან ეს რა ლამაზია ამაში მოდი ასე ტანსაცმელის ვაჭრობა არის მაგრამ გასაგებია ხო მაგრამ ბამპერს ეხა სიტყვაზე აპისას იყიდეს ვიღაცა თუ რაღაც შინურს ხო აუ ბამპერია რა მაინც უნდა გავყიდო მანქანა და ეხა შენ რო ისა რა ქვია შენ თავს ხო არ ყიდი ხო გინდა რომ ლამაზად გამოიყურებოდე ხო სიტყვაზე შეხვედი რაღაც X მაღაზიაში 100 ლარიანია და აი ზუსტად იგივენაირი თქვათ ფერი ესა ისა სხვა მაღაზიაში ნახე ხო რა 200 ლარ და აუ ნაოდი ნახე ამის ხარისხი უფრო მაგარია და მოდი ამას ვიყიდი რა და ჩემთან პირიქით არის ჩემთან გამომდინარე იქიდან რომ აი სულ მაგას უტრიალებ მაინც მაგ თემას რომ ჩემთან გამომდინარე იქიდან რომ ამ ბაზარზე არ თავდება ეს უკონტროლო ფასების დაწესება რა ეს უკონტროლო ფასებს თან რა აწესებს ხო მარტო ის კი არ აწესებს მე რო ვიზახი თქვა ფას ვიღაცა შეიძლება ჩამოუვიდა საერთოდ აღარ უნდა იმით ვაჭრობა რა ისეთ ფას დადებს მაღაზია ჩემთან მოდის ვიღაც ტიპი და გეუნება აუ შენი რა ამბოვიას 20 ლარად აქ იმას ბიჭო ის იქნება იშორებს ხო ანუ მიხვდი რა ისაა და უკვე ეს ფასებით იმას მარტო ფასზე მიდის აქ ყველაფერი და შენთან კლინიკაში რო ადამიანი შემოდის ხო იქ ხედავს ნახე რას იქ ხედავს გარემოს იქ ხედავს სისუფთავეს ჩემი მაღაზია 10 დღე რო არ დაალაგო უარს არავინ არ იტყვის იქ მოსვლაზე სულ რო დაყარო ის ნაწილები ზირს არ აინტერესებთ მიხვდი თავარი იაფად უნდა მიცე რა მეტი ინტერესი იმათ არ აქვს რა შენ რო სერვის მომსახურებაზე არ არის ხო მომსახურებაზე არ არის რა და თავარია უზრდელი არ უნდა იყო რა და უზრდელურად არ უნდა მიმართავდე რომ ეძმაო და ესა და ესა უნდა კონდე შენი რაღაცა ინტელექტუალური დამოკიდებულება რა
და შენ სფეროში რომ მოვიდეს ადამიანი, ხო, ის რა თქმა უნდა უყუროს, ახლა ჩვენ მე რო აქ მოვედი ახლა დღეს მესია მომაქვათ, ხო? იმიტომ რომ ფარდაც ნორმალურად არის, მიკროფონიც ნორმალურად არის. როგორც უნდა და არ გენანება ფასის გადახდა. და აი ჩემ საქმეში ყველას ენანება ყველაფრის გადახდა, მიხვდი? იმიტომ რომ არც იმას არ უფასებენ მე იმ ნაშრომს. იქ ვიღაცა ყირგიზი იქნება თუ ყაზახი იქნება, არც ის არ იმაშობა, რა ქვია. და აი მაგიტო არის. მოკლედ მოვჩით დღევანდელ პოდკასტს. ძალიან დიდი მადლობა ბისკოს დღევანდელი გაზიარებებისთვის. ჩემი აზრით ძალიან ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდა ავტონაწილების ბიზნესზე საქართველოში. მე მგონია რომ ბევრ ადამიანს რაღაც მომენტში გარჩენია სურვილი კიდევაც აი ავტონაწილების ბიზნესის დაწყების და რაღაც ცოტა წარმოდგენა დღეს შევუქმნით და თუ რაღაცა კითხვები გვაქვს ან სურვილი გვაქვს დაკავშირების ბისკოსთან, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი და მოკლედ დაგიკავშირდებათ. მადლობა ბისკო. მადლობა შენ გიო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გაიხარე.